რიგითო მოქალაქენო და არა მარტო მოგესალმებათ დილის სამინისტრო გთხოვთ მიესალმოთ დილის მინისტრებს ნინო მეუნარგია და დავით მალვაფერიძე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ბრუნდით პირდაპირ ეთერში შეგახსენებთ რომ თქვენ რადიო იმედს უსმენთ და ტრადიციულად ორშაბათ დღეს ახალი ვაკანსიები რომელიც თქვენი დასაქმების რეალური შანსი გახდება და ამ საქმეებლები რომლებიც პირდაპირ ეთერში აკეთებენ არჩევანს შეხვედრის ადგილი უცვლელია რადიო იმედი იმისთვის რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ იმისთვის რომ ჩვენი შესაძლებლობები მთელმა საქართველოს გაიგოს ჩვენ ვუსმენთ და ვასაქმებთ ერთმანეთს დღეს კი ჩემი სტუმრები არიან სოფო მამაცაშვილი და თამუნა გედენიძე კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ერთად ვისაუბროთ როგორ დავგეგმოთ ზუსტად თანმიმდევრულად და დროულად ჩვენი კარიერა ეს არის ძალიან ესეთი საპასუხისმგებლო საქმე და მე მგონი ხვდებით რომ სწორედ ამ ადამიანების შრომაზეა და გარჯაზე დამოკიდებული ძალიან ბევრი ადამიანის სამსახურში ასე ვთქვათ მოწყობა მათი დასაქმება მათი წარმატება ეს ყველაფერი არის სწორ პრინციპებზე დაყრდნობილი დიდი მადლობა იმისთვის რომ მეგობრებო რომ ხართ დღეს დილის გადაცემის სტუმარი თამუნა თქვენგან დავიწყებ ზოგადი ვთქვათ ტენდენციების შესახებ მინდა ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს ყველაზე უფრო ვთქვათ ხშირად რა ტიპის პრობლემებს ვაწყდებით ხოლმე როდესაც გვინდა რომ კარიერა დავგეგმოთ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე აი იგივე სოციალურ ქსელში ან პირად საუბრებში როდესაც ადამიანებს ინფორმაცია არ აქვს თუნდაც სწორად როგორ შეავსონ საკუთარი რეზიუმე ეგრეთ წოდებული CV როგორი ტენდენციაა და რა უნდა ვიცოდეთ უპირველეს ყოვლისა იმისთვის რომ დავგეგმოთ სწორად ჩვენი კარიერა. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა იმისთვის რომ საშუალება მოგვეცით ფართო მასებს ავუხსნათ ჩვენი საქმიანობის შესახებ. ხშირ შემთხვევაში კარიერის დაგეგმვის პრინციპი არის მით და ბევრ მასას არის ის რას ნიშნავს ზოგადად კარიერის დაგეგმა და მოკლედ მოგახსენებთ რას ნიშნავს ზოგადად და შემდეგ უკვე გადავალთ თქვენს კითხვაზე. დაახლოებით 1 წელია რაც საქმიანობა დავიწყეთ 1 წლის მანძილზე არაერთ ადამიანს შევხვდით რომელსაც სურვილი ჰქონდა დაეგეგმა თავისი კარიერა და საბედნიეროდ იყო ისეთი შემთხვევები რომ შედეგი საკმაოდ კარგი დავდეთ მათთან მუშაობის შედეგად ბევრ პრობლემას ვაწყდებით მუშაობის დროს, მაგრამ რამდენიმეს გამოვყოფ, უმრავლესობამ არ იცის კონკრეტულად როგორ დაწეროს რეზიუმე, როგორ მოიძიოს ვაკანსიები, სად მოიძიოს ვაკანსიები. სამწუხაროდ ვაწყდებით ისეთ შემთხვევას, რომელმაც საერთოდ ჩვენი საქმიანობის შესახებ არ იცის. თქვენი ეთერი ძალიან კარგი საშუალებაა იმისა, რომ ჩვენ ფართო მასებს მივაწვდით ხმა და თქვენს ეთერში არაერთი ჩვენი თანამშრომელი ამას აქტიურად აკეთებს და ამისთვის დიდი მადლობა. კარიერის დაგეგმა არის ესე ვთქვათ რგოლი, წარმოადგენს რგოლს განათლებასა და შრომით ბაზარს შორის ჩვენ როგორც ჯგუფური ისე ინდივიდუალურ კონსულტაციებს ვატარებთ ადამიანებთან, როგორ დავწეროთ CV, როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი, სად და როგორ მოვიძიოთ სამუშაოები, როგორ გავიდეთ გასაუბრებაზე, სამწუხაროდ როგორ გავიდეთ გასაუბრებაზე, ეს კიდევ როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის, ანუ რა კითხვებზე როგორ ვუპასუხოთ, როგორ დავსხდეთ, როგორ ესე ვთქვათ, წარმოვადგინოთ ჩვენი თავი უკეთესად, როგორ გავყიდოთ ჩვენი თავი. როდესაც თქვენ დაგაანონსეთ, რომ წილად სწორედ კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები არიან ადამიანები, რომლებიც ერთგვარი თქვათ მათი საქმიანობა თუ ეს სწორად იქნება, ბუნებრივია, გვაძლევს იმ ინფორმაციას, როგორ დავგეგმოთ სწორად და როგორ დავიწყოთ სამსახური. თუ ჩვენ ამ ნაბიჯებს სწორად გადავდგავთ, გამოდის რომ დაწინაურების ასე ვთქვათ შანსი იმისა, რომ სამსახურში დამსაქმებელმა აგვიყვანოს, ამხელა ვთქვათ კონკურენციის გათვალისწინებით არსებობს. იზრდება. კი ბატონო, სოფო, მოდი თქვენ გითხავთ, როგორ ფიქრობთ, თქვათ, იმ არსებული სამუშაოს გათვალისწინებით, რომელსაც თქვენ ფაქტობრივად ყოველდღე ასრულებთ. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი პროფესია და რა შედეგები, თქვათ, არსებობს უკვე იმისა, რომ ვილაპარაკოთ თქვენს წარმატებაზე. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. ჩვენ ზოგადად მართლა ძალიან დიდ როლს ვასრულებთ ამ განხრით და რატო? ადამიანები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებულები, ჯერ რა სურთ, რო აკეთონ.
შრომის ბაზარზე მოთხოვნასთან თანხვედრაში ვერ მოდიან და უნდა მოხდეს ეს ყველაფერი ჩვენთან. ვურჩევთ ყველას და აი ძალიან დიდი თხოვნა მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც აი ჩამოუყალიბებლები არიან, არ იციან რა სურთ. ან შეიძლება იციან რა სურთ, მაგრამ არ აქვთ იმის საშუალება, რომ განავითარონ ის უნარჩვევები, რაც შემდეგ დაეხმარებათ სამსახურში აყვანაზე. ამასთან მიმართებაში ვიტყვით, რომ მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როდის მომზადება გადამზადებასთან დაკავშირებით იცით თქვენ რომ ვატარებთ, ანუ ორჯერ ჩატარდა უკვე 2 წლის განმავლობაში, წელს უკვე ორჯერ ვგეგმავთ კიდე წელიწადში რომ ჩავატაროთ. ადამიანები, რომლებიც გადაემზადნენ ამ მომზადება გადამზადებას, უფრო მარტივად ხდება ამ ადამიანებით დასაქმება. ანუ მათი შესაძლებლობები უფრო მეტად მოერგო. კი ბატონო, აი მაგალითად ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ბაგაბაღის აღმზრდელი, ქალბატონი გადავამზადეთ და შემდეგ უკვე აქტიური ვაკანსია მქონდა, დაუკავშირდი, მოვიყვანე, გამოუწერეთ საგზური და დაიბარეთ გასაუბრებაზე, ზუსტად ის კითხვები დაუსვეს, რაც რეალურად ნასწავლი ქონდა ამ გადამზადების დროს და ეს ადამიანი აიყვანეს სამსახურში და ძალიან ბედნიერი იყო ამით. ანუ შანსი იმისა, რომ ეს ადამიანი დასაქმდა პირდაპირ გადის ასე თქვა გადის. კი და ძალიან ანუ შემიძლია ვთქვა, რომ უფრო დიდი შანსი აქვს დასაქმების, იმიტომ რომ ეს არ არის ერთჯერადი. ჩვენთან მოსული ადამიანი, ჩვენამდე მოსული ადამიანი არ შემოიფარგლება მხოლოდ 1 საათით და იმ ერთჯერადი კონსულტირებით. გასაგებია. სოფო, ვიდრე რეკლამაზე გავალთ, მე მინდა მოვასწრო და პასუხი გამცეთ თამუნამაც და სოფომაც. ტენდენციები როგორია ქართულ სინამდვილეში, ვთქვათ, ერთია რას ვსწავლობთ და თუნდაც თქვენ როგორ უნდა იმოქმედოთ, ასე ვთქვათ, მაგრამ რა გვხდება საქართველოში, როდესაც ჩვენ მივდივართ კონკრეტული ვაკანსიის, ასე ვთქვათ, ვაკანსიაზე საკუთარი ბედის და შანსის მოსინჯვის შესაძლებლობა გვიჩნდება. ვინ გვხდებიან იქ, რამდენად კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანები არიან და ვთქვათ, რამდენად არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გადაწყვეტილება გუნდური იყოს, სამსახურში აყვანაზე ლაპარაკი, თუ გვაქვს, ვთქვათ, ჯერ კიდე რაღაცა მოუყალიბებელი, როდესაც მხოლოდ ერთი კაცი, მაგალითად მე პატრონი ან ხელმძღვანელი წყვეტს და ძირითადად ვთქვათ, კარგი ხასიათია, კარგი დღე ქონდა, ან გაიღვიძა, ან რაღაც წარმატება აქვს და მხოლოდ ამას უკავშირდება ის, ვთქვათ, ადამიანის სამსახურში აყვანა, რომელიც მასთან მიდის გასაუბრებაზე. თუ არსებობს ძალიან ისეთი გაწერილი გეგმა სამსახურში აყვანის რაღაცა კრიტერიუმებთან დაკავშირებით. სამსახურში აყვანის კრიტერიუმები არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი. როგორ მუშაობს საქართველოში? თუმცა საქართველოში მუშაობს როგორ გითხრათ, არის რიგი კომპანიები, რომლებიც მიყვებიან თანმიმდევრულად ზუსტად იმ გაწერილ მოთხოვნებს, მაგრამ არის კომპანიები, რომელსაც თავისი საკუთარი შედგენილი მოთხოვნები აქვს, რომელიც შეიძლება ვერ ამოიკითხო მენეჯერის, თუნდაც ბუღალტერის მოთხოვნაში, მაგრამ ადგილზე მისულ ადამიანს დახვდეს საერთოდ სხვა რეალობა. ანუ დასაქმებელმა მოითხოვოს მისგან არა მხოლოდ უცხოენის, არა მხოლოდ ორისი და რაღაც სხვა, არამედ კიდე სხვა რაღაცები. თუმცა ამას საკონტროლო სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ამის კონტროლის ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მივაწოდოთ იქ მისულ ადამიანს ის ინფორმაცია, რა სჭირდება, რა ითხოვენ მისგან და რა შეიძლება დახვდეს. თუმცა არის კომპანიები, რომელსაც ასე აქტიურად არ ვიცნობთ, არის კერძო კომპანიები მათ შორის, მაგრამ რიგი კომპანიები ხშირ შემთხვევაში ჩვენას აბედნიეროდ ასრულებენ ზუსტად იმ გაწერილ მოთხოვნებს. თუმცა თანხwebdriver მოთხოვნასა და მიწოდებას შორის სამწუხაროდ ბალანსი არის ცოტათი დარღვეული. დამსაქმებელი მითხოს დაუშვათ მაღალ კვალიფიკაციის მქონე ადამიანს დიდი გამოცდილებით, თუმცა რეალობა სხვა არის, როცა ადამიანს მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვს, მაგრამ არ აქვს შესაბამისი გამოცდილება. ამის გამო დამსაქმებლები ცოტათი ფრთხებიან და ცდილობენ ესეთი კადრები არ აიყვანონ ან რეზერვისთვის შემოინახონ, თუმცა ჩვენ გვაქვს ესეთი გადასარევი ძალიან კარგი პროექტი, სადაც ადგილზე მიყვავს კადრები, თანხას ვუხდით გადამზადებაში და შემდეგ უკვე თუ შეხედავს დამსაქმებელი რომ ეს კადრი კარგია, იტოვებს და დასაქმებელი. რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს, ასე რომ დაგველოდეთ. Galbatonebo da batonebo Rigito mokalakeno da aramarto Mogesalmebat dilis saministro Gtrovt miesalmot dilis ministrets Nino Meunargia da David Malaperidze
დაბრუნდით პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები არიან კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები სოფო მამაცაშვილი და თამუნა გედენიძე. მეგობრებო, ჩვენ ქართულ სინამდვილეზე ვსაუბრობდით და თქვენ საქმიანობაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც ვთქვათ, ვაკანსიას ვკითხულობთ, რომელსაც აქვეყნებს კონკრეტული ვთქვათ ვებ პლატფორმა და ვხედავთ, რომ მოთხოვნებია ისეთი, რომ ფაქტობრივად, რა ვიცი, დიმიტრი უნდა იყო გელოვანი, რაღაც წარმოუდგენელი და ხელფასი არის, ძალიან მიზერული 400-500 ლარზე. ჭირდებათ რამდენიმე ენის სპეციალისტ ფაქტობრივად ლინგვისტს ეძებენ. ხშირია ვთქვათ გამოცდილება უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენად არის ვთქვათ აპრიორი ვთქვათ ასეთი მოთხოვნები იმის გარანტია რომ შენ კვალიფიციური კადრი აიყვანო და შესაძლებელია ვთქვათ ეს ყველაფერი ამ ჩამონათვალში მას არ კონდეს, მაგრამ აბსოლუტურად აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც გაქვს. რამდენად არის ხოლმე პრობლემები, როდესაც ვთქვათ ის მოთხოვნები და არსებული რეალობა ერთმანეთს ცდება ხოლმე. ეხლა ყველას გვინდა გადასარევი და ყველაზე მაგარი, მაგრამ უბრალოდ ხვდებით, რომ შეიძლება ეს არ გჭირდება. ენების ცოდნა შეიძლება დამლაგებელს, რომელიც 5 ოთახს ალაგებს, არ ჭირდება და არის მოთხოვნაში. ამაზე გაგცემთ პასუხს, შეიძლება ეს ყველაფერი იყოს და თანხმედრაში ვერ მოდიოდეს, მაგრამ გვაქვს შემთხვევები, როდესაც აი ჩამონათვალი გვაქვს ნუსხა, რომ ჭირდება ეს და შეიძლება თანხმედრაში ვერ მოდიოდეს, მაგრამ რაღაცა ნაწილს მაინც აკმაყოფილებდეს. ესეთ შემთხვევაში ჩვენი სამსახური ყოველ შემთხვევაში ესეა. ვუკავშირდებით უშუალოდ დამსაქმებელთან, ვისაც აქვს ურთიერთობა, იმ თანამშრომელს და ვეუბნებით ესეთ რაღაცას, რომ აი გვყავს ჩვენ კადრი. შეიძლება ამ რაღაცას არ აკმაყოფილებდეს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში აკმაყოფილებს და არის ძალიან კარგი კადრი, იმიტომ რომ რეალურად როდესაც გაქვს ურთიერთობა, უკვე აფასებ ხომ იმ ადამიანს ის ან მოერგება იმ ადგილს, ან ვერ მოერგება. ესეთ შემთხვევაში ჩვენ გამონაკლისს ვაკეთებთ, ანუ ურეკავთ დამსაქმებელს, დავაყენებთ საქმის კურსში, რომ არის ესეთი შემთხვევა და შესაძლებელი არის თუ არა ესეთი ადამიანი გამოგიგზავნოთ თქვენ. თუ რა თქმა უნდა იქნება მეორე მხრიდან დამსაქმებლების მხრიდან პასუხი რომ შესაძლებელია, ესეთ შემთხვევაში ვაგზავნით და ყოფილა შემთხვევა. თქვენ ეხმარებით არა მხოლოდ მაძიებელს, არამედ დამსაქმებელსაც ერთმანეთი ნახონ და რა შეიძლება დროის დანაკარგის გარეშე მოძებნო ზუსტად ის. კი ბატონო, იმიტომ რომ შეიძლება იმ დამსაქმებელს ისეთი ჩამონათვალი კონდეს, რაღაცა აბსტრაქტული ჩამონათვალი კონდეს, მაგრამ რეალურად საერთოდ არ სჭირდებოდეს ის იმდენი მოთხოვნა და აი ტენდენციებზე მინდა ვისაუბრო თქვათ ხელფასთან მიმართებაში. რა ხელფასის თქვათ შესაძლებლობაა დღეს ბაზარზე? თუ ყოფილა ესეთი შემთხვევაა, რომ თავად თქვენს გაკვირვებულ ხართ, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ყოფილა, თუ თქვათ პირიქით როგორ არის? მე ხავ ვკითხულობდი აი WorkNet Gojis შესახებ ინფორმაციას, ფაქტობრივად ბოლო 2 წლის ანგარიშია და აი ამ დროისთვის ადამიანების ძირითადად დასაქმებულების თქვათ საშუალო ხელფასი 500 ლარის ფარგლებში მერყეობს. ასე წერია. სამწუხარო რეალობა ალბათ საქართველოსის საშუალო ხელფასი არის 500 ლარი. ჩვენთან მოსულ ადამიანებს პირდაპირ ვეუბნებით, ვინც არ არის ჩახედული შრომით ბაზაზე რა ხდება, ვეუბნებით საშუალო ხელფასი არის ამდენი და ესეთი კითხვარში ჩვენ გვაქვს კითხვარი, რომელსაც ვავსებიებთ ადამიანებს, სადაც არის როგორც პირადი ინფორმაცია, ისე რიგი კითხვები, რომ გამოვავლინოთ მათი სურვილები და შესაძლებლობები. ეს კარიერის დაგეგმა ამას აქტიურად უწყობს ხელს და იქ ერთ-ერთი კითხვა რა არის ხელფასის მინიმუმი, რომლის დაბლადაც მე უბრალოდ არ დაგიკავშირდა. თუ ადამიანი მეუბნება, რომ 200 ლარის ან 500 ლარის ქვემოთ მე არ მიღირს მუშაობა, მაშინ არ ვაწუხებთ ხოლმე ესეთ შემთხვევაში, თუ რაღაც გამონაკლისი არ იქნა. არის ადამიანები, რომლებიც ყველანაირ ნებისმიერ ანაზღაურებაზე თანახმანი არიან, ამას ჩვენ ვითვალისწინებთ და ვუკავშირდებით ხოლმე. თუმცა რო გითხრათ, რომ გავოცდი რომელიმე შემთხვევის დროს, როცა მაღალი ხელფასი შეთავაზეს, არ მახსენდება ჩემ შემთხვევაში სამწუხაროდ არა. თუმცა დაბალი ხელფასების შემთხვევა გქონია, როცა ის ანაზღაურება არ იყო რეალურად, რასაც მოველოდი, რომ ამ თანამდებობაზე იქნებოდა. ეს არ არის ესე ვთქვათ ერთეული შემთხვევები, თუმცა ამაში ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ესე ვთქვათ მომზადებული და შემზადებული ვყავდეს ჩვენი ბენეფიციარები. კარიერის დაგეგმა კიდევ იმაში ეხმარება ადამიანებს, რომ თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად ესე ვთქვათ თანხმედრაშია ეს ადამიანი და იმან იცის მისი უნარებით, მისი შესაძლებლობებით რა შეიძლება შრომით ბაზარზე იპოვოს. რა შეიძლება ნახოს და როგორ შეიძლება კონკურენტუნარიანი გახდეს. თუ ის ადამიანი გადაემზადება რაღაც ჩვენს ესე ვთქვათ რჩევებს მიყვება, იმ ნაბიჯებს ზუსტად განახორციელებს, რომელსაც ჩვენ დავუგეგმავ, ეს არ არის ერთჯერადი პროცესი. ჩვენ არ ხვდებით ადამიანებს ერთჯერადად და მე არ ვემშვიდობებით. ეს არის მრავალჯერადი პროცესი. ჩვენთან მოსული ადამიანი კიდევ ერთხელ მოდი ჩვენ ტელეფონით
მეილით, სკაიპით აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთში და აქტიურად ვაწვდით ინფორმაციას გადამზადებაზე, ტრენინგზე, შეხვედრებზე, ჯგუფური კონსულტაცია დაიგეგმება თუ რას დაიგეგმება, თუ ადამიანი აქტიურია, მოყვება და ჩვენსკენ არის, ხო? ის ყოველთვის კონკურენტუნარიანი ხდება და დიდი შანსია რომ იმას ზღვარზე ზევით ხელფასი თქვა გამოიმუშავოს. ანუ იქამდე გვაქვს ურთიერთობა ადამიანებთან, სანამ მათი სურვილია იქამდე სანამ არ დავასაქმებთ, რა თქმა უნდა. და მე თუ ხდება ვთქვათ თვალყურის მიდევნება, რამდენად ვთქვათ მიდის სამუშაო პროცესში. კი ბატონო, აი მაგალითად ფორუმების დროს მაგალითად ყველა ჩვენ ანუ მაძიებელი ვინც ყავს, ყველას ინდივიდუალურად ურეკავთ ჩვენით, ანუ არ არის SMS-ები კი იგზავნება, მაგრამ ჩვენთან მიმოსულებს უშუალოდ ჩვენ ვეკონტაქტებით და ანუ მაგ დროსაც ვიგებთ ზუსტად დასაქმებული არის და დასაქმდა გამოუშვეს სამსახურიდან თუ ასე შემდეგ. და ასე გვაქვს ყოველ სამთვეში ერთხელ მონიტორინგი ვაკეთებთ, ყოველ სამთვეში ერთხელ იმ ადამიანებს, რომელიც ჩვენთან მოვიდა, არა დამსაქმების კონსულტანტებთან, არამედ კარიერის დაგეგმვაზე გულისხმობ, ჩვენ სხვადასხვა, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ბაზა გვაქვს და ვურეკავთ ყოველ სამთვეში ერთხელ და ვამოწებთ. დასაქმებულია ისევ არ არის, კიდევ ჭირდება ჩვენი დახმარება, არ ჭირდება და ჩვენიერი. ვინც ახლა იღებს გადაწყვეტილებას, ვთქვათ, რომ მოძებნოს სამსახური, კიდევ ერთხელ სცადოს, ვთქვათ, და გამოიყენოს თუნდაც WorkNet.go GSP პლატფორმა იმისთვის, რომ სამსახური მოძებნოს. თქვენ როგორც სპეციალისტები კარიერის დაგეგმვის, რას ურჩევთ, როგორ უნდა მოიქცნენ ეს ადამიანები, რა არის მნიშვნელოვანი და ყველაზე გავრცელებული შეცდომა, მოდით ესე. მე გეტყვით, ესე იგი, რამდენიმე დაახლოებით 3 თვის მანძილზე ვატარებდი, ესე ვთქვათ, ჯგუფურ კონსულტაციებს, ტრენინგებს, კერძო სასწავლებლებში, პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც ხვდებოდი სტუდენტებს. სამწუხაროდ სტატისტიკა არის და სტატის მონაცემებით საქართველოში დასაქმებული ადამიანები არიან 40 წელს ზევით, ანუ ახალგაზრდების დასაქმება არის პრობლემური. და ეს ხდება რატომ? მათ უფრო მეტი უნარები აქვთ თითქოს და უფრო ინფორმაციულები არიან, ინტერნეტთან უფრო კარგი შეხება აქვს, მაგრამ მათ არ აქვთ თავიდანვე სწორად დაგეგმილი, ესე ვთქვათ, თავისი ნაბიჯი. არ აქვთ თავიდანვე გადადგმული ეს ნაბიჯი სწორად. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ იმ მნიშვნელოვან მომენტში, როცა გადაწყვეტილებას იღებენ, თუ რა აკეთონ ცხოვრებაში, როგორ დაგეგმონ მათი მომავალი, ეს იყოს გააზრებული ძალიან კარგად. სწორად მე ყველას ვეუბნები, მოდი ჩამოწერეთ, რა შეგიძლიათ, რა გამოგდით ყველაზე კარგად და რა არ გამოგდით. ხშირად არის ადამიანი, რომელიც დავუშვათ პატარაობიდანვე იცის, რომ მე გავხდები ჟურნალისტი, მე გავხდები იურისტი, მაგრამ ძალიან ხშირად ამთავრებენ სკოლას, უნივერსიტეტს, მაგრამ უნივერსიტეტ დამთავრებულმაც კი არ იცის რა აკეთოს. ამიტომ კარიერის დაგეგმა არის ხანგრძლივი პროცესი, ესე ვთქვათ, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლა, ესე ჩვენ გადაგვატრენინგა უცხოელმა სპეციალისტებმა და სწორედ მათგან ვისწავლეთ, რომ ეს არის მთელი ცხოვრების მანძილზე პროცესი. და მე ვურჩევ, თუ კი ადამიანი არის დღეს თუნდაც ახალგაზრდა, თუნდაც ასაკში შესული, ჯერ კიდე დაბნეული, ჯერ კიდე არ იცის როგორ წარმართოს მისი საქმიანობა და როგორ გახდეს წარმატებული. ვურჩევ, რომ სწორად შეაფასოს მათი უნარები და შესაძლებლობები. თუ ეს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოვიდნენ ჩვენთან და ეს დავეხმარებით. ყველაზე გავრცელებული შეცდომა რა არის, როგორ ვთქვათ ახლა? ყველაზე გავრცელებული შეცდომა ჩემი აზრით არის არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ანუ საკუთარი თავის შეფასება არა ისე რეალურად როგორც არის, არამედ სხვანაირად. და ძირითად შემთხვევაში ვერაფასებენ ადამიანები ერთმანეთს და ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც ჯერჯერობით შეუძლებელია მათთვის. ამიტომ მეც როგორც თამუნა ისევე ვურჩევ, რომ მოვიდნენ ჩვენთან, გაისაუბრონ ჩვენთან და რეალურად ჩვენთან გასაუბრების შემდეგ ადამიანები ფიქრდებიან საკუთარ თავზე. უი, აი ხო, იმიტომ რომ იმდენი რაღაცის აღმოჩენა ხდება ჩვენთან გასაუბრება. აი თითქოს ისე ჩანს, მაგრამ რეალურად მართლა ესეა. მოვიდნენ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მისამართი უთხრათ, იმიტომ რომ კი, ჩემი არის ვაკე საბურთალო მიცკევიჩის 23 სოციალური მომსახურების სააგენტო. ძველი თბილისის კოსტავას 47, ასევე გვყავს კონსულტანტი მცხეთაში, გვყავს კონსულტანტი რუსთავში, იმერეთში, გორში, აჭარაში, კახეთშიც. ასე რომ ესე ვთქვათ, ეს ერთი წელია რაც აქტიურად მუშაობს კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები და მოგმართონ რომელ უბანშიც ესე ვთქვათ მოეხერხებათ მოვიდნენ და დავეხმარებით. აი მართლა ვურჩევ, იმიტომ რომ შეიძლება ესე WorkNet-ზე დარეგისტრირდნენ, დაელოდონ SMS-ებს, ან პერიოდულად მივიდნენ სოციალური მომსახურების აგენტოებში და ნახონ აქტიური ვაკანსიები თქვენი საშუალებით გაიგონ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებულები, ან გონიათ რომ ჩამოყალიბებულები არიან, მაგრამ ვერ პოულობენ სამუშაოს, ვურჩევ
მოვიდნენ თქვენთან. მთელი საქართველო დღეს ჩვენი ეთერის მერე მოდის თქვენთან. ესეთი შაბათი ხდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ალბათ ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია, რომლებიც მიუხედავად ასაკისა, მაინც არ არიან თქვა ბოლომდე გარკვეული. რა უნდათ, რისიკეთება უნდათ, როდესაც თქვა თავიდანვე იცი რა გინდა, გაცილებით უფრო მარტივია საკითხის მოგვარება და გადაჭრა, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ თუნდაც ადეკვატური სასკოლო განათლება გქონდეს. ესეც არის, კი. ყოველი მეოთხე ფაქტობრივად ახლა საატესტატო გამოსვლაზე დღეს ვკითხულობდი პრესაში, დღეს მუშაობ ზუსტად ამ თემაზე, როდესაც ფაქტობრივად მოსწავლეები 11000 მოსწავლე შეება ხო ატესტატის გარეშე. ჩემთან მოსული სტუდენტებთან აქტიური შეხება მაქვს და ძალიან მომწონს მათთან მუშაობა, რადგან მათი სწორად დაგეგმილი მომავალი შემდეგ უფრო კარგ შედეგს გვაძლევს. სამწუხარო რეალობა იყო ის, რომ უმრავლეს მათგანს არათუ წარმოდგენა არ ქონდა რა გაეკეთებენ მომავალში. საკუთარი მეილი არ ქონდა, არ იცოდა სად მოეძებნა ეს სამსახური. მიყვებოდა დინებას და მე დავამთავრებ, ახლა გავხდები ბუღალტერი, მაგრამ თავი ალბათ სადღაც მოვძებნი სამსახურს. ეს დიდი შეცდომაა და დიდი მადლობა წარმატებები მინდა გისურვოთ. კიდევ ერთხელ შევახსენებ მსმენელს, რომ დღეს ჩვენი სტუმრები იყვნენ კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები სოფო მამაცაშვილი და თამუნა გედენიძე. გეტყვით იმ ვაკანსიების შესახებაც, რომელიც ამ კვირაშია აქტიური. მაშასე ამ კვირაში ჭირდება წარმოების პროგრამის ოპერატორი, ვაკუუმწნეხის ოპერატორი, ლამინირებისთვის ოთხმხრივი სარანდი ჩარხის ოპერატორი, ინტერნეტის კარების დიზაინერი, კარების მღებავი, იგივე მალიარი, ინტერპრეს ნიუსის რედაქტორი, დამხმარე მუშა დურგალი, დამხმარე მუშა ასევე გაყიდვების მენეჯერი ინტერნეტ სფეროში, კოლ-ცენტრის ოპერატორი, მოლარე, არასიცოცხლის დაზღვევისა და გადაცდების მენეჯერი, რიცხვითი პროგრამული მართვის ჩარხის ოპერატორი, ხელოსანი, MDF-ის კარების წარმოების უფროსი, საწყობის მენეჯერი, საოპერაციოში საინტარი, სართულის საინტარი, იურისტი, საკრედიტო ოფიცერი, freli კერძების მზარეული, დამლაგებელი, კონსულტანტი, ელექტროშემდუღებელი, ოსტატი, მოლარე, კონსულტანტი, კოსმეტოლოგი. Აი ეს 27 ვაკანსია, რომელიც ამ კვირაში გახლავთ აქტიური, უნდა დაარეკო ტელეფონის ნომერზე 235 78 95, ვიმეორებ 235 78 95, გითხრათ თქვენი მისაღები ვაკანსია, დაგვიტოვოთ პირადი ინფორმაცია და ჩვენ დაგეხმარებით მოძებნოთ სამსახური. კონკრეტული ვაკანსიების სანახავად კი ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ ვებპორტალს imedi.fm და Facebook-ის რადიო იმედის გვერდს და ვიდრე დააგემშვიდობებით. გეტყვით რომ თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმოლოგიის ხელმძღვანელის გიორგი ჯავრიშვილის პატრონაჟით დაწესდა ვიზუალური ხელოვნების პრემია ჟირაფი, რომლის პირველი საზეიმო დაჯილდოება 2015 წლის 11 ივნისს გაიმართა. ჟირაფი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. წლევანდელ კონკურსზე პრემირებული იქნება 4 ნომინაცია: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და სახვითი ხელოვნების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი. ჟიურიმ დაასრულა შესარჩევი ტური და საკონკურსო წარმოდგენილი ნამუშევრებიდან შეარჩია 29. სწორედ ამ ნამუშევრებს შორის შეერჩა და დასახელდა ბასაუკეთესო პრემიის გადაცემის ცერემონიალი კი შედგება კლინიკა ოფთალმოლოგიის ბაღში ივნისში. დღეიდან ეს ნამუშევრები კი გამოფინება ოფთალმოლოგიის არტ გალერეაში და 2017 წლის ივნისის ბოლომდე გაგრძელდება ეს გამოფენა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დღევანდელი საღამო უკვე იცით სადაც უნდა გაატაროთ. შეგიძლიათ წახვიდეთ ოფთალმოლოგიის არტ გალერეაში. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით 4 შაბათს ხვალდილის 8 საათზე. ნინო მეუნარგია დაგელოდებათ მიმღებებთან ნახვამდის. Tilis Saministro, Radio Imedze.